საყვარელი ფუნფულა ტიპი ხარ და მაგიტომაც მომეწონე. მე ილია ვარ. ეს ვაჟა, ის გალაქტიონია? ავაზე დაგპატიშებდი. შემოვნებით. ელენე, შენ რატომ ხარ ძალიან კარგად? თეკლა დღეს ერთი ადამიანი გავიცანი, მამაკაცი. აი მე თეკლა ისეთი განათლებულია და ყურადღებიანი. ელენე, რა ხდება? ეს არის ჩემი შვილი, ეკა. გამარჯობა ლაშა ბიძია. ბიძიას! კორპორატიული ფულის მე მაგარდასახდელი, იმის უკურნალობის ფულის მე მაგარდასახდელი, იმან ვალი წამართვა ეგრე გამოვიდა. გავხანა რა გავაკეთო ეხლა, რა საჭმელიც კი არაფერი არ არის. ქალბატონო ნუნუ. ბატონო. აი გათხოვილი ქალი. უცხო კაც როგორ ხვდებოდით, ა? ვინ არის ბიჭო უცხო? ჩემი ინდიდას მამა უცხოა? იმზარმა იცის? არა. ნუნუ, ის კაცი ჩამოდის რუსეთიდან. ვინ ჩამოდის? მერაბი. მართლა? ეკა ხომ გითხარი აქ აღარ დარეკო მეთქი. ხომ გითხარი არა? და დაივიწყე რა ჩვენ შორის მოხდა. ელენენ და ილიამ არაფერი არ უნდა გაიგონ. გაიგე? და ნუ მეძახილა შაბიძიას. ნურც მარტო ბიძიას. ნურც მაგას. ისი პრინციპი ეგ მიხდება. არა, კარგად მეთქი, კარგად, ხო. კარგად შვილი, კარგად. ხო, აი ახლა შემოვედი ელენესთან და ვაშასთან. მართლა გეუბნები. დედას გეფიცები. დიახ ბატონონესე. დიახ ლაშავარ. ლაშა. დედას გეფიცებით ლაშავარ. დედას გეფიცებით ლაშავარ. კარგით, ეგ რაღაცა საჭირო ახლა ხო დავიფიცე რა. კარგით. ხო, კი, რა ვიცი, რა გეჭირს, ვატნევდება. ხო, კარგით გლიჯავ. ნახვამდის. რას გლიჯეო? რას და პატას, რო ნახავო, ჩემს მაგირად ერთი მაგარი გლიჯეო. გამაგიჟებს ეგ კაცი რა, პატას დასდევს მოსაყვავად და ერისთავების გვარის შემარცხვენელს ეძახა. ხო და მითხრა იმ დღეს რომ მე ვიცოდი რომ მაგლეხთან დიდხანს ვერ გაჩერდებოდი და გამოიქცეოდიო. და ერთხელ დავუშვი შეცდომა რომ კარგად ვერ მოგხედეო და ეხლა მეორედ აღარ დავუშვებ მაგ შეცდომას და მიწარებ ცხოვრებას. ერთი სული მაქვს როდის გადავალ ცალკე საცხოვრებლად. იმ დღეს კიდე ვიღაცას დაეტაკა ქუჩაში და ცემა დაუწყო პაატას მიამსგავსად. ხო და თან რა ბედი აქვს ეს ვიღაცა აღმოჩენილა ვიღაც პოლიტიკოსის პირადი დაცვა და კინაღამ დაიჭირეს. კარგი რა, თეკლა ნუ მანჭადო გეხვეწები და მეთკინა ის კისერი. ისე პრინციპში მამაშენი გასამტყუნებელი არ არის. ეხლა ჩემ შულსაც რო პაატასნაირი ბიჭი მოეწონოს მეც ეგრე მოვიქცეოდი. ძალიან სასაცილოა ვაშა. ზავაშა მარტოები ვართ? კი. კარგი, მაშინ გავიხდი. რაც აკეთე? ვაშა, ვიცი რომ შენც გინდა. რა მინდა? აბი, გაჩ. რა არის ამასაც ნასვეტებია ყველაფერი ჩა.
კარგი ვაშა, ხუმრობ, მართლა შიგნიდანაც მაცვია. მართლა? კი. ნახე რა დღეში ვარ, ვაშა, შარლი ჩაცმის უფლებასაც არ მაძლევს. გამისკდა გული რა. რა გინდა ახლა ისე პრინციპში ეს ჩადრით სიარულს ხომ აღარ გაძალებს და. ცოტა ხანი მოიცეთ და შეიძლება ეს კოჭების გამოჩენაზეც დახტარდეს. ისა ვაშა, ელენე და ნიკა სად არიან? ელენე ილიასთან ერთად წავიდა სადღაც და ნიკას კიდე ძინავს. უი, ვაშა, ნახე. გაზეთში გამოვაკეთე ჩვენი კაფეტერიის გაყიდვის განცხადება და ორივეს ნომერი მივუთითე. მსუქანი ქალები შენ დაგირეკავენ, სიმპათიური ბიჭები მე. ხო, ისე რა მაგარი იქნება ვაშა, მართლა 65,000-ად რო გავყიდოთ, ეგრევე სახლს ვიქირავებ და გადავალ ცალკე მოუშვარდები მამაჩემს. შენ რა საპირებ? მე? რა ვიცი, ამე ბიზნეს და წამოვიწყებთ ეკლა. რა ვიცი, რესტორანს ვფიქრობ. ან ბარს. ან იცი რა, კაფეტერიას გავაკეთებ. ნამცხრებს გამოვაცხობ, წარმოიდგინე. ჟოზეს კაფეტერია, ჰა? ისე პრინციპში ეგეთი ხომ აქ დავყიდი და. ვაშა, ეს რა წერილია? არ ვიცი. ალბათ შეიძლება ის ელენემ დამიწერა სია რა არ უნდა ვჭამო. მოიცადე არ მგონია მოიცა? მე მივდივარ ბოლო პერიოდში ისეთი რაღაცები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ სხვა გზა არ მაქვს. აქ ჩემი ადგილი არ არის. იმედია გამიგებთ. მშვიდობით. ვის დაწერილი უნდა იყოს ეს? არ ვიცი ვაშა. აი მე საწყალი. ვინ? არ ვიცი. დუნამ შვიდო. თეკა მოიჭედე, ასე წერილებს ხო ისე დროს წერენ ხოლმე, რომ თავს იკლავს ვინმე? აი მე არ ვიცი ვაშა. ვაიმე, ოღონდ ელენე არა. ვაი, ოღონდ ელენეს დაწერილი არ იყო და ვისიც გინდა იყოს ეს წერილი. თუ გინდა აი ოღონდ ელენესი არა, ოღონდ ელენესი არა და თუ გინდა ნიკასი იყოს. ოღონდ ელენესი და ნიკასი არ იყოს და ვისიც გინდა იმის იყოს. თუ გინდა პატასი იყოს. აი, რევს ლაპარაკობ. აი, რევს ლაპარაკ. ისა პრინციპში იყოს პატასი რა. სულელეა. მოიცა ვაშა, მომისმინე, ეხლა გაიხსენე, ვის შეიძლებოდა რამე ესეთი გაეკეთებინა. ვის შეიძლებოდა ახლა? ელენე? ნიკა, დედიკო, ილია და ეკა მოვლენ, ჩაიცვი და ჩამოდი. ილია და ეკა? ვაი, მე გავიქეთ სასწრაფო საქმე მაქვს ელენე და გავიქცევი მე. მართლა, რა საქმე გაქვს? ასე არ მახსოვს ახლა, გავალ და გამახსენდება. შევამხედეთ თუ არ გავსუქდი, არაფერი აღარ მეტევა. მაგარი დარჩები. ხოდა უნდა გახდე. ნიკა, ეს ის მაისურია შარშან დიდი რომ მქონდა. არა, ეს ის მაისურია შარშან ძალიან დიდი რომ მქონდა, რომ მეუბნებოდით ლაშაბეზია საჩუქეო. დედა, ფეხზე რატომ არ გაცვია? ვერ ვიხრები რომ ჩავცო, ჩამოწო. მოდი და ჩაგაცმო. ლაშაბიძიასთან დავждები, უფრო გამხდარი გამოჩნდები. დედა, ისა წელს გონი მე გოგო გავხდი. ესე, ნიკა მომისმინე. მართალია, ცოტა უნდა იზრუნო წონაზე, არ შეიძლება ამ ხელა რო იყო. ისე ნიკა, შენ სასაკში მე ეგეთი მსუქანი არ ვიყავი. ხო, ლაშა, შენ მის სასაკში ბევრად მსუქანი იყავი. ამის უთქო. მე ვცდილობ რომ ბავშვს რაღაცა მაგალითი მივცე და შენ ბევრად მსუქანი. დედა, მე ბავშვი აღარ ვარ. აბა კაცი ხარ? არა, საქონელი ვარ. ესე არ შეიძლება. იცოდი, აღარ დამაძალო ჭამა და მათემატიკის სწავლა. მათემატიკა რა შუაშია? მე მათემატიკას უფრო აბრალებ რომ გავსუქდი ვიდრე საჭმელს. ხო, არა, მართალია ეს. მე ისტორიამ გამასუქა თორე.
არაშეს ნიკა დაივარჯიშებ და გახტები. ვერ მივარჯიშებ. ვარჯიშისთვის რომ მევზადები, მაგითაც ვიღლები. გამარჯობა. ნიკო როგორ ახლა? ნიკო. ელენე. ლაშა არა და გაწიფუდი? შეყვარებულია ალბათ. აიმე რა კარგია ბაკურიანი თხილამურები თოვლი. წარმოგიდგენია? თეთრი. როდის მიდიხარ ბაკურიანში? რიანში? ლაშა გახსოვს შარშან რა კარგი იყო ბაკურიანში. გახსოვს მე და თეკლამ რამდენი თოვლი გაჭამეთ? თქვენ კი არ მაჭამეთ, მე მინდოდა და ძალიან გაჭამეთ. იუმორი. ილია თხილამურებზე დგახარ? თხილამურებზე არა. იატაკზე ვდგავარ, რა? შენ? კი. ლაშა დგახარ თხილამურებზე? კი, ვდგავარ, მაგრამ ვერ ვსრიალებ. უკაცრავად ბოდისკი ერთი წუთი. ალო, დიახ. ლაშა. მოდი ელენის უთხარი, ნიკაც წაიყვანოთ, მე და შენ ვიქნებით მარტო. არა. კარგი. ელენა, იცი რაღაც უნდა გითხრა. ხოდა რას გეუბნებოდი? გონია გაივლის არა და ისევ თურმე აი. აუ. რასაკი? ხარი თორე მე ვეტყვი. რასეთყვი? იცი რას ვეტყვი? ვეტყვი რომ მისი ახალი შვილი და რძალი ვარ. ნიკას ვეტყვი რომ მისი ახალი დედა ბიცოლა ვარ და მამაჩემს ვეტყვი რომ მისი შვილი და რა ქვია მოყვარე. ხო. და მიდი. გაჩერდი ეგა თორე მივალ ილიასთან და ვეტყვი რომ რასეთყვი? ვეტყვი რომ რასე? ვეტყვი. ცოდუა ნიკა და წაიყვანონ ბაკური. გაგია რა? კი გავუარა. კი, ელენე. წაიყვანეთ ნიკა ბაკურიანში. წაიყვანე. დააგდეთ თოლში. თქვენ გაერთეთ, ისრიალეთ, დალიეთ, ეს ეგდოს. თოლში ყინვაში, ბედურებაში, არბოქში. თქვენ მიდი. ხოდა. ნიკას თუ არ წაიყვანთ, იქნებ მე წამიყვანოთ. გასაგებია. კარგი. ელენე ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა. რა მოხდა? ჩვენი უნივერსიტეტის პრორექტორს გამზრდელი მამიდა გარდაეცვალა. აიმე. რა მეუბნები მაგას? აიმე ეს რა ცუდი ამბავი მითხარი? არა, ცუდი ეს კი არ არის, ცუდი ის არის, რომ ბაკურიანში ვეღარ წავალთ. Yes! წამოდი ლაშა, ლუდი მაინც ამოვიტანოთ, თან გზაში მაგარ ანეკდოტს მოგიყვები, შენ იუმორის გზნობა პრინციპში გაქვს კი, წამოდი. იმას რატო არ მეუბნები, მომისმინე? სიძეშე ძველო, იუმორია გავერთობით, გავხალისდებით, თქვი რა. რაღაც უნდა გითხრა. სელაპი დგას მაგარი მთვრალი. ბაშა. ეკა. რამე გაგახსენდა? თეკლა. ელენეს დაწერილია ეს წერილი. რა მოხდა? რატო და გუშინ თეკლა. გუშინ
აი დგავარ აქ. აი აქ დგავარ გუშინ. ელენე კაბა გაგეხა? რა? ჩემი საყვარელი კაბა გამეხა? რაღაც მინდა სიცოცხლე. და გაიქცა ზემოთ ასე კიბეებს. აბა. და სულ ეგ იყო? შენ რა არის ის წითელი კაბა რამდენს ნიშნავს ელენესთვის? აი მე. მოიცა ლაშა და ეკა რა შუაშია? ეკა. რა ვიცი იხსენებდი რაღაცას და ეკაო წამოიყვირა. ეკა? აქ იდგა ეკა. ამ დროს იდგა აქ შუაში. ვაი ელენე კაბა გაგეხა? რა? ჩემი საყვარელი კაბა გამეხა, რაღაც მინდა სიცოცხლე. ხან ესე იყურებო და ხან ესე არ ვიცი რატო იდგა. ლაშა ესე იგი ელენე. ესე იგი ელენე. ელენე? ვაიმე ელენე. ელენე, ესე იგი შენ ცუდი არაფერი არ გაგიგია, ხო? არა, რა ხდება? რა ხდება და რაღაც წერილი ვიპოვეთ და გვეგონა რომ შენი დაწერილი იყო. ხო, აი ეს წერილი ვიპოვეთ. შენი დაწერილი არ არის, ხო? ეს არ არის, არა. არა ხალხო, როგორ ვერ მიხვდით, რომ ეს ჩემი დაწერილი არ იყო. როგორ? მე მაქვს ლამაზი კალიგრაფია და ეს არის ულამაზესი. რა ვიცი ელენე, გამოვშტერდით უცებ ყველა. ორნი ჩვენ. არა, ესე რატო იფიქრეთ, რომ მე თავს მოვიკლავდი? რატო და ის წითელი კაბა რო გაგეხა, აი მაგიტო ვიფიქრეთ, რომ თავს მოიკლავდი წითელი. რა გამეხა, ლაშა, რა გამეხა, ეგ რო გამხეო და მართლა მოვიკლავდი თავს. ეთყობა არ მახსოვდა წესიერად. ლაშა, ნიკა სად არის? კარგი, დაწყობდი, დამშვიდი. საბარჯიშოდ წავიდა. ხო, და როდის მოვა? მარა მოსულია. კი, ეს მარანას მაღაზიამდე გაიქცა, დაიღალა და მე ბიჭებმა ამოათრიეს. ხოდა ეხლა ესე დაღლილი წერს და ძინავს ლოგინში. ელენე, შენ სად იყავი? თეკლა მე და ილია ვიყავით, ნიკასთვის ველოსიპედი უნდა გვეყიდა. ილია თulis, რომ ნიკა უფრო კარგად ველოსიპედით დაიკლებს. ნუ ახლა ილია თუ თulis. თეკლა ისეთი კარგი იყო, ბევრი ვისეირნეთ. მერე კაფეში შევიარეთ, რამოდენიმე ჭიქა კოქტეილი დავლიეთ. მერე ავედით თაწმინდის პარკში. ეშმაკის ბორბალზე დავსხედით. 3 წრე. და ველოსიპედი? უი ველოსიპედი 3 წრე? ხო მამა. კი, აი ისე ელენესთან და ვაშასთან ვარ. კი. დედას გეფიცები. აი ელენეც მოვიდა, მოიცადა. გამარჯობა ბატონო ნერსე. დიახ, ელენე ვარ. არა, მართლა ელენე ვარ. არა, რას ამბობ? მართლა ელენე ვარ. ალო. დიახ, ნერსეძია. ელენე ვარ. ელენე, დიახ. რა ვიცი, კარგად, თქვენ როგორ ახარ? კი, აქ არის თეკლა აქ. ხო არა, ლაშა მაიმუნობდა წეღანდა. კარგი, ნახვამდის ძიანეს. არა, სანამ თავს არ მოვიკლავ, ეს კაცი არ დამანდებებს. რა, თეკლა თავს მოიკლავ, მით ეს წერილი შენ დაწერილი ხო არა? თეკლა კი არა ხო. აქამდე როგორ ვერ მივიდა? არა, აქამდე როგორ ვერ მივიდა? რა? ეს წერილი არის პაატას დაწერილი. რატო? როგორ რატო? წარმოიდგინეთ, რომ პაატა ხართ. წარმოიდგინეთ? აბა ეხლა არ მოიკლავდით თავს?
ვაიმე. ვაიმე, არა, ნამდვილად პაატას დაწერილია, იმიტომ რომ თან ვალები აქვს მაგას და ძალიან უჭირს. იმ დღეს შევედი პაატასთან, გუშინ. თეკლა. წყალი, თეკლა. კარგი რა თეკლა რა ნუ აბუქებ წესიერად მოყევი რა რაღაცა სხვები ხო კარგი მოკლედ გუშინ შევედი პაატასთან შევედი და შენს გშია ქვაბო ჰა ო შია ბოლო ტელეფონი გიყავს მესეჯი გამაცადე მე რა სულ გამაცადე ხა რა არ მომიშავა ისმენთ ალო ვალი მაქვს არა უკაცრავად ის ნომერი შეგეშალათ მე პაატა არ ვარ ნომერი შეგეშალათ ვინ არის გურამ აჰა აი მოგითხარით ნომერი შეგეშალათ ანუ წეგანო თქვენ მე რო გითხარით პაატა ვარ ხო შემეშალა ხო მე შემეშალა თქვენ ნომერი შეგეშალათ რა ვერ გაიგეთ ხო ხო კაი მოვჩი ხო კარგი მივხვდი ხო კაი გისმენ ბოდიში ხო დაგიბრუნებ აუცილებლად დაგიბრუნებ პირველ რიგში დაგიბრუნებ შენ დედას ფიცავარ პირველ რიგში როგორც კი ფული მექნება დაგიბრუნებ შენ შვილებს გეფიცები ეხა მე შვილებს ჩემ 4 შვილს ფიცავარ თუ პირველი შენ არ მოხსევარ 4 შვილს ფიცავარ 4 მყავს ბექა ანი ნინო ბექა ხო ხო აი სახელი ძალიან მიყვარს ეს და კარგით ნახვამდის დროებით კარგით ეს ვიღა ეხა რა შემიძლია რა მე ნახე რა მაგარი რაღაცა ვარ მოფიქრებული ეხლა უყურე ვავ თეკლა ვარ. თეკლა თუ ხარ პაროლი გააკეთე, აბა? თეკლა ყოფილა რა ვქნა, უნდა გავუგოსაყო. ატა, წულუკიძე რაკომ წერია კარზე? წულუკიძე რაკომ წერია ის ანუ გადავაკეთე სპეციალურად რომ მევალებმა ვერ მომაგონო რომ დაიდნენ ხო ხტები. ხო შემოდი არ გვესროლო მყარი მივკეტო. წულუკიძე რატო? წულუკი თელი ცხოვრება, შენ წარმოგიდგენ თელი ცხოვრება ვოცნებობ რომ წულუკიძე ყოფილიყავი ხო? აი წარმოგიდგინე რა მაგრად შეხეს, ნოდარ წულუკიძე. ნოდარ? ნოდარის ნოდარ ყოფილიყავი. ისა პაატა ფული რომ თქვენ მოგიტანე და როცა შეძლებ დამიფრ. აბა, არ შემიძლია მე ვერ გამოგართმევ დადიაკ. ხო და ბარენ გამომართვე. თეკლა ვერ გამოგართმევ, დადე 2 დღე არაფერი არ მიჭამია და არ შემომეჭამოს, დადე. ეს თეკლა ეს შენი ვალია გამომართვი და ამით კიდე საჭმელს ვიყიდი თეკლა ძალიანში 2 დღე არაფერი არ მიჭამია. მე ისა პაატა კოტებაბოა ხო გიგზავნიდა ხოლმე რაღაცეებს და აღარ გიგზავნის? კი მიგზავნის, როგორ არ მიგზავნის, მაგრამ რა არის მარშრუტის მძღოლის ვალი მაქვს, ხო და იმას მიაქის რაღაცეები. ხო, ანუ მიკვითავს რა, მიკვით, 2 გამოგზავნა დარჩა და ვჩები. ყველასვალი გაქვს? ყველასი რა არა. აი თემორო არის მეორე სადარბაზოში რო ცხოვრობს. ხო იცი, მაგისი არა. მე ჩავალ მაგასაც გამოვართვე. ატა, სულ რამდენი გაქვს ვალი? რა ვიცი, თეკლა, საიდან დავიწყო ხა, ბანკებით თუ ადამიანებით? ადამიანებით. ამბანის მიხედვით თუ თანხის მიხედვით? თანხის. ლარჯ თუ დოლარში? კარგი, პაატა, პირდაპირ მითხარი რამდენი გაქვს? აი წერია და ნახე თეკლა რა, არ ვიცი, არა მაქვს ამის თავი, აღარ შემიძლია. აიმე, პაატა, ეს როგორ უნდა გადაიხადო? თუ იქ 1-0 დამიწყებიო გული. თეკლა. გამარჯობა. ძალიან კარგი სახში დამხვდით. ბანკიდან გახლავართ. რატო ვერ გაკეთე თეკლა, კაფე რატო არ დაკეთე, რას მიკეთებ თეკლა? ბატონო პაატა, ბანკიდან გახლავართ. ბატონო პაატა? კი, თანხა გაქვს შემოსატანის სასწრაფოდ.
არა უკაცრავ თქ რაღაც გაუგებრობა თქვენ რაღაც გეშლებათ იცით ნოდარ წულუკიძე სასიამოვნოა ჩვენ წულუკიძეები ძალიან მდიდრები ვართ ჩვენ ბანკის ვალი არანაირად არ გვიქნება და არაფერი არ გჭირს ახლა ისეთი ეს ჩემი მეუღლეა თეკლა წულუკიძე გაიცანით ეს ჩვენი ბინაა დიახ ეს წულუკიძების ჩვენი ბინა დიახ და არა ბინა რა პრინციპში კარადა ჩვენ ცხოვრობთ პირველ სართულზე მეორე სართულზე მესამე სართულზე და მეოთხე სართულზე უკაცრავად ძირფასო დღეს სამსახურში შენი მანქანი წავიდეთ ჩემი მანქანი წავიდეთ თუ გზაში ვიყინოთ რამე ახალი მომბეზრდა უკვე ეს მანქანები. აი უყურე, აი კი უცხოს მოვიდება კი არა, კი ხა დაიცუ ესე იცის, დაიწყებს წუწულს მე რაღაცების გამოგონებას, დღეს სამსახურში მოდი კარეტით წავიდეთ და წარმოვიდი და ესე. შენ იცინე და ის ცხენები ჩამოვლენ არაბეთიდან და წავალთ ნოდარ. ბატონო პაატა, იმ კვირაში ბოლო ვადაა რომ თანხა შემოიტანა. წინა კვირაში უკეთესად გამოგევიდათ მიცვალებულის როლის თამაში. მენი ყავით ბოდიში თვალები რო ქონა და ხუჭული ვერ დაგინახე ძალიან ესეა. ვაიმე გავგიჟდები ეხლა თეკლა გავგიჟდები. რა გავაკეთო საწავიდე სადარბაზოში იდგა ვინმე თვალები დაჭეტილი ხალი რო შემოხვედი. რა ვქნა ვალი მაქვს მაგისი და ვაიმე გარეთ ვერ გავა რა გავაკეთო არ ვიცი რა. პატა რა უნდა ქნა ამდენი ვალი რომ გაქვს. არ ვიცი თეკლა ავდგები და ბოლო თავს მოვიკლავ რა. მაგრამ თოკის ფული არ მაქვს და. აიუნიდან გადავხტებოდი, დავინაცხებოდი ძირს, მაგრამ რა გინდა? ჩანდიშვილებმა იმ ხელა აივანი მოაშენეს ქვევით, რომ გადავხტე, ეგრევე ჩაუხტე მაგათ აივანში. თან არ მაწყობს ვალი მაქვს მაგათის და არ ვიცი თეკლა, ეს გავგიჟდები, არ ვიცი რა გავაკეთო, აღარ ვიცი. მოკლედ აი ასე იყო. საწყალი პაატა. პაატა! პაატა, სასიამოვნოა, გამარჯობა, პაატა. მეზობლებო, მართლა რა უნდა კითხოთ ახლა? შემთხვევით ზედმეტი 60,000 ხო არ გაგვიყვება? პაატა, შენ ცოცხალი ხარ? თავი არ მოგიკლავს? ანუ ეს წერილი შენ დაწერილი არ არის? 60,000 გააქვთ. ვერ გავიგე ლაშა რა ხდება რა წერილი თავი რატომ უნდა მომეკლა კაც ხო არ გაგიჟდი თქვენ რატომ უნდა მომეკლა თავი ვერ გავიგე მოიჭედე თუ პაატას დაწერილი არ არის აბა ეს წერილი ვის დაწერილია ლაშა გიხოცები ამიხსენი თავი რატომ უნდა მომეკლა და რა წერილი დავწერე მითხარი ერთი აბა დაიკითხე არ გითხრა ხალხო არ გითხრა რა არის ეხა როგორ ვერ მივხვდით რომ ჩემი დაწერილი არ იქნებოდა ეს წერილი რა რატომ უნდა და თეკლა შენ მაინც როგორ ვერ მივხვდი შეხედე ერთი ამას რომ ეს არ არის ჩემი დაწერილი არის ციო მე წერის დროს მინდორი თუ არ დავიცავ ისე ვებწე ჯერ ესეთი პაატა ფერაძე თავს არ მოიკლავს იმიტომ რომ პაატა ფერაძე სხვათა შორის პრობლემებს არ გაურბის მოიცა თუ პაატას დაწერილი არ არის ვისია ისი ლაშა სხვათა შორის ერთხელ მართლა ვაპირებდი თავის მოკლას მართლა? კი და როდის? როდის და ჩემთან ვიყავი ელენეს სახლში და მარტო ვიყავი სახლში და შუქი მქონა ჩამქრალი და ტელევიზორს უყურებ დივანზე ვიყავ და უყურებ და დისკავერის უყურებდი დისკავერის და ნადირობაზე იყო რაღაც გადაცემა ხო და რა არის ლაშა აი მაშინ ნახე პირველად საწყალი შვილის ნუკრი როგორ გამოასალმეს ადამიანებმა სიცოცხლეს ხდები
და მაშინ მივხვდი რომ ჩვენ ადამიანები ამ ბედყრულ ქვეყანაზე ვართ სისასტიკისთვის და ბოროტებისთვის ვართ გაჩენილი მხოლოდ იმიტომ რომ სისასტიკე და ბოროტება ვთესოთ ამ ქვეყანაზე და მივხვდი რომ ჩვენ ადამიანებმა ხალხო ადგილი უნდა დაუთმოთ ეს ჩვენი ბედყრული პლანეტა უნდა დაუთმოთ სხვა არსებებს თუნდაც ცხოველებს ხალხო რომლებიც გარკვეული პერიოდის ან ევოლუციის შემდეგ შეიძლება იმაზე ბევრად უკეთეს არსებებად ჩამოყალიბდნენ ვიდრე თუნდაც ჩვენ ვართ დღეს აქ ადამიანები ხალხო Pata, შენ ხომარ. მაქსისულელებზე. შობია იმაზე რომ ვინ დაწერა ეს წერა. პატა ძალიან გემრიელი. ვინდა. რომ დამიმატე კიდე მე შენ მომისმენი ეს ზვირიეგება ეს ზვირიეგება დადე დაანებე თავი დადე მინდა ელენე მინდა პატა ისე ვალებზე რაშვები რა ვიცი ელენე რას ვიზავ ეგუები რა მევალეები მევალეები უკვე რა ვიცი ალბათ ისინი შეეგუებიან რა რაღაცა გემრიელი რა პარკს თუ გააცლი უფრო გემრიელი ისი დაწერილი უნდა იყოს ეს წერილი ისი დაწერილი შეიძლება იყოს მე ვიცი ვისი დაწერილიც არის ეს წერილი ფრიდონის რატო იმიტომ თეკლა იმიტომ რომ გუში რომ ნახე იცინოდა ხო და ადამიანები რო კვდებიან წინადისად ხო იცინიან და მართლა ფრიდონის დაწერილი იყოს ვალი მაგ მაგისი შეიძლება რას ლაპარაკო პატაი რას რეებს ბოდიალობ გამაგე ეს ბოდიალობ იძახე შენ დაიყავე ეხლა აბა ესე კარგი ხარ ნუ ლაპარაკო მართლა სიცულელეებს რა მაგრამ ის მართლა შეიძლება იყოს ფრიდონის დაწერილი რატო ლაშა რატო რატო ელენე წარმოიდგინე ხლა წარუმატებელი მსახიობია საკუთარი სახლი არ აქვს ცოლს გაშორებულია ნუ ყავს მძახარი მე აბა მეტი რა გინდა ო დღეს შაბათია ხო კი ხუთშაბათს დაგძალავენ ალბათ ვაიმე ხალხო ფრიდონის სული ედასპიცავარ აი ესე იცინოდა გუშინოს როშები ბატონო ფრიდონ ეგ მართლა არ დაგიწერია თქვენ ეგ წერილი? არა პატა. დაწუნებული ხართ? კი პატა. რო დაწეროთ არ გინდათ? სხვათა შორის ქვემოთ ვიღაც თვალები დაჭკეტილი ხალი გელოდება. და მელოტი კაციც. ჩემი ვალია აქვსო. აბა ვისი დაწერილი უნდა იყოს ეს წერილი? ვიცი ვინც დაწერა. ვინ? ნუნუს დაწერილია ეს. არა ბატონო ფრიდონ, არ იქნება ნუნუს დაწერილი ეს არ გავს ნუნუს დაწერას წყებლები არ წერია შინდა. დაწერდა. ბოლოში მაინც მიაწერდა, მომეწიეთ უკან. ეს პატარა ფურცელია აქ არ დაეტევა. წყებლები სხვა ფურცელზე ექნება დაწერილი. ვაიმე. ნუნუს დაწერილია დარწმუნებული ვარ. მერა რძია რქონია და ყავა ისე მოგიმზადე. არა უშავს ნუნუ. შენ მაინც გემრიელი გამოგივიდოდა. შაქარიც ცოტა იყო. ცირა მერა ბარ მინდა რო აქ ვინმე დაგვინახოს ერთად. კარგი რა ნუნა.
აი მე რატომ ეხები მე გათხოვილი ქალი ვარ. ერთ ხელზე რომ შეგეხო, ეგეც არ შეიძლება. არა მერაბ. ცოტა მომატებულ ხარ. აი მე ხო რა ვიცი ამ ახალ წლებზე ცოტა მოვიმატე, ესე 20-25 კილო. არა და ისეთი გამხდარი ვიყავი. ჩემ წერილებს ისე ვინახავ. კი. არ მეგონა ამდენ თუ შეინახავდი. იცი რა მერაბ არც მე მეგონა და გაზის უკან იყო გადავარდნილი. გაზქორა რომ გამოვცვალე, მაშინ ვნახე. ნუ ბატონო გახსოვს ჩვენი პირველი კოცნა? კი როგორა მე სილა რომ გაგაწანი. სტომატოლოგს რომ მოვატყუეთ, მეორე სართულიდან გადმოვარდით. იცი მე ყველაფერი მახსოვს. იმიტომ მახსოვს რომ არ მინდა დავივიწყო. იმიტომ არ მინდა დავივიწყო რომ ნუ მე შენ ისე ვიყო. მერაბ არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. რაც იყო ყველაფერი წარსულში დავწავოთ, კარგი? ნუ მე სულ შენზე ვფიქრობდი. დატოვე ყველაფერი და გავიქცეთ აქედან მედაში. ვაიმე მერაბ როგორ გავიქცეთ? მე ნელ-ნელა თუ წამოვალს რომ არა, მე მზარს ვერ დავტოვებ, არა ვერ დავტოვებ, არ შემიძლია. ნუ რუსეთში წაგიყვან. ცივ ნიავს არ მოგაკარე. მოსკოვს განახებ. ქართულ რესტორნებში გატარებ. ქართულ ღვინოს დაგალევინებ. ჩემს ქართველ მეგობრებს გაგაცნობ. ვიქეიფებთ, საქართველოს გავიხსენებთ. რა გინდა ამ საშინელებაში ნუ? არა, ხო გითხარი არა. კარგი. მე არ გაჩქარებ. ამ დღეებში აუცილებლად გინახულებ და პასუხი მე მითხარი. ვაიმე, სახში არ გამომიარო მაშინდელივით. კიდევ კარგი ემზარი არ იყო სახში, თორე ხო იცი რაც მოხდებოდა. მედი ჩემი რომ ბიჭებმა ეზოში სამედიცინო სპირტი დალიეს და რეანიმაციაში მოხვდა ემზარი. მედი ჩემი. გამარჯობა. ნუ ისეთი შემოთავაზებები მაქვს. აი თუ გამიმართლა ავშენდები რა. ფრიდონ. ავშენდები. ბატონო. მოგესალმებით, გამარჯობათ. ფრიდონ შვანგირაზე. მოკლედ, ნუ. ფრიდონ, ჩვენ საუბრობთ. ხო, რა თქმა უნდა. რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, არტისტი, მსახიობი, დრამის მსახიობი ფრიდონ შვანგირაზე. ძალიან კარგი. მართალია, ძალიან კარგი დრამის მსახიობი. მე ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. არა ფრიდონ, ჩვეულებრივი კლიენტია უბრალოდ. მართლა მე კიდე იმას მივამსგავსე. მერაბს, ინდირას მამას. ხო, რა ვიცი, მეგონა რომ იმას უყვებოდი. ინდირას ამდენი ხანი შვილი მყავს და ამას მიმალავდი? არა მერაბ, არ გიმალავდი, უბრალოდ მინდოდა რომ ეს ყველაფერი ფრიდონისგან გაგეგო. ეს როგორ გამიკეთე, როგორ ვერიცანი, ფოტოზე ხომ ყავდა ნანახი. კი, თმა, წარბები, ცხვირი, ნიკაპი, კი, მეცნო, მაგრამ კერეთი, მაგრად უნდა გამეთხა შენთვის კიდევ რა. დედა, რატო ვარ სოცხარი? არა, თავს მოვიკლავ. ნუ. ნამდვილად ნუნუს დაწერილია ეს წერილი. რატო იქნება ბატონო ფრიდონ ნუნუს დაწერილი? რა გაგახსენებთ? რატომ? რატომ და ლოთიკმა იყავს? ხო? 24 საათი სვამს. ხო და გეტყობა გადაიღალა ეს ნუნუს ამოუვიდა ყელში. მართალია. მართალს იძახის ვაიმე მართლა ნუნუ იქნება. მართალს. აბა საწყალი თეკლა გასვენებაში რა სიცოცხლე შეშავ ჟაკეტს საწყალი ნუნუ დეიდა საწყალი ნუნუ კი არა საწყალი ემზარი მაგაზე რატო არ ფიქრობთ ეხლა წარმოიდგინე კაცი დაანებებს სასმელს თავს აღარ დალევს ნუ თუ აღარ ეყოლება რაღაც დალევს უნდა მე დაიწყებს ალბათ სამსახურს ისოვის დაიწყებს მუშაობას არც დალევს და აი ესე გაუბედურდა და განადგურდება ადამიანი წარმოება კარგით რა ჯერ არაფერი არ არის გარკვეული და მორჩით ამ გლოვას
დაურეკავ ახლა ნუნუ. დაურეკე. ლაშა არ დაურეკო, კიდე მართლა რამე მოხდა? ხო, ზარი გაუშვი. ზარს გაუ. არა, რამე რომ მომხდარიყო, სიცხვილი ახლა მიცვალებო ზარს ხო არ გაუშვი. Pizzo! მოკვდა ვინმე? ხე. თვალებმა სულ გადარია რა. ხოთაშორი შენ არ ჩახვიდე ეზოში ვიღაც თვალებ დაჭყეტილი კალი მელოდი კაცი და ერთი გამგელებული ბიჭი გელოდერა. რაიმე ნუნუ ბიჭო როგორ გამიხადა ცოცხალი რომ ხადა თავი რო არ მოგიკლავთ. რატო არ უნდა ყოფილიყავი ახალგაზრდა სიცოცხლე სავსე ქალი ვარ. მე ქალბატონ ნუნუ აი ეს წერილი ვიპოვეთ და შეგვეშინდა გვეგონა რომ თქვენ დაწერეთ. მე რას ამბობ ამას მე როგორ დავწერდი რას ამბობ ნუნუ ერთი წუთით ცირარი ბოდის გიხდი აი მე რაფს ინდირას მამაზე რომ ვეუბნებოდი და ისიც რომ გაიგე შენ და ვიფიქრე რომ ისე ეს კიდე თავს მოიკლავ და მეთქი ვიფიქრე მე რა თქმა მომეკლა თავი შენ უნდა მომეკლა ვიცი თუ ნუნუს დაწერილი არ არის მაშინ ვისია აი ეს უკვე საინტერესოა. მოდით ახლა ამდენი ხალხი რომ ზივართ აქ, შევისწავლოთ ეს წერილი და მივხვდებით ვინ დაწერა და რა ხდება. მართალია. შევისწავლოთ ეს წერილი. თემთან შევიკრიბოთ თუ შეიძლება. მაჩვენე. აბა დავიწყეთ. აჰა, შეხედეთ ყველა? ლურჯი პასტით არის დაწერილი. ლურჯი პასტით არის. დააკვირდით? ნახე. თაბახზეა დაწერილი. მართალია. დააკვირდით ხედრული დამწერლობითაა დაწერილი. მართალია, ოჩახ. ოჩა. დედა, ნახე. აბა ესე გესმის. სასწრები შეხედე როგორია. მოყანილობაც ისი ლოგიში ერთი წუთი რა უკაცრავ მევალე მირეკავს ხო და თუ ვერ გაარკვეთ ვისია ეს წერილი ხო მაინც არ გადააგდოთ შეიძლება მე დამჭირდეს. თემო რა არის ესეთი დედუქცია განვაგრძოთ მე მგონი წინ წავიწიეთ ხო წინ წავიწიეთ აი თქვენ რომ ბძანეთ და ნახე კი ნიკა დედიკო გაიხვიძე და კარი გაახე ჩვენ არ გვცალია და გვეზარება ეს სადაბმულია აუმარჯოს როგორ ახლა თქვენი დახმარება დაგჭირდება ბატონო პროფესორო რაღაც წერილი ვიპოვეთ და ვერ დავადგინეთ ვისია და აბა თქვენ თუ ნახეთ აბა ადვილია მე დავწერე ეს საღამოს იაპონიაში მიფრინავ დიდი ხნით ოსაკას უნივერსიტეტის სამსახური შემომთავაზეს და ვიფიქრე რავი ყველასთან ნავშვიდობებას ვერ მოვასწრებთ ხო და წერილი დავტოვე აი მე რაღაცა მომბრუნდით მე სახელის მიწერა დამოეცო და ვიფიქრე რა შეეშინეთ ამ არა ბატონო პროფესორო ცუდი ახლა რა ცუდი რა უნდა გვეფიქრა და ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა ხო არა ისე ძალიან კარგი ბატონო პროფესორო აბა პრინციპში ახლა აქ რა უნდა გააკეთოთ თათიას და ბავშვს მერე წაიყვანთ ხო ჯერ თქვენ მოეწყობით არა თათია და გუჩა უკვე იქ არიან ერთი კვირის წინ გავუშვი დამირეკეს მოვეწყეთ და ჩამოდიოდ ბატონო პროფესორო მალე ჩამოხვალთ კი რამდენი წლის ხარ შენ 12 ხო და რო ჩამოვალ კარგ საფოს ჩამოგიტან გადავჭი რა მე მგონი აღარ მომკლავს რა გადავჭი ვა პროფესორს გაუმორჩოს პატა გავარკვიეთ ბატონი პროფესორის დაწერილი ყოფილა ეს წერილი მართლა ვაიმე მე დაიჭირე არაფერი გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა ხო და დაიჭირე გამოსამშვი იაპონიაში მიდის დიდი ხნით სამუშაო და ხო და მართლა ბატონო პროფესორო და იმ ვარზე არ ინერვიულობ ინერვიულო არა კარგი წავედი მე მოხამბაძეები ვარგინო ჩავალაგო აი მე ძალიან მოგვენატრებით ძალიან ყველას მოგვენატრებით ძალიან მე ძალიან მომენატრებით მაგრამ ყველა არა რა
არაფერი. წავედი ბატონო პროფესორო, ეს რომ მოეწყობით მე არ დამივიწყოთ კარგით. არ დაგივიწყდებს, არა. სუნამი რომ დააწყდება და რომ გაახსენდები მაშინ. ავა, კარგად ბატონო პროფესორო, კარგად. კარგად ნახავდეს. ბოდიში და სოსია მიხელები მაგდარებს. ტუჩების და ეხლა თქვენთან გაშორებით გამოწვეული სულიერ ტკივილის გამო თერკმელზე და ჯირკვლიდან დიდი რაოდენობით კორტიზოლი გამომეყო და ამის გამო ჰიპერგლიკემია, ჰიპერტენზია, მიოდისტროფია და კალციო დეკალციფიკაცია რომ არ დამემართოს თქვენი სებარქვით საცრემო ჯირკვლიდან მორფინოიდის შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ სითხეს გამოუშვა. დამეხმარება ზემოხსენებული სულიერ ტკივილის გადატანაში. ნახვამდის. ეს მაგნეტა ეგ ეხლა რაც. ძალიან მომენატრება. არა იყო ბავშვი წაგივიდა მეგობარი. თავში ტვინი გააქვს საერთოდ? გააქვს თავში ტვინი? მიდი ახლა დამშვიდე როგორც გინდა. აი დამშვიდე დაწყნავდი ხო. დაცი მარტობა. წესი. მაიმე წავიდა ბატონი პროფესორი და რაღაცა სიცარიელია ხო კორპუსში? კი, სიჩუმეა. ხო. რაგულია გა პატარა მაიმუნს კაცო. მიდი დაც. კარგი დაწყნარდი ბატონო. ხეებით ხო კაცო. რაღაცნაირად აი ბაცა ლასოსი დაგჭა. მინდა მოხაშავ ახლა უცებ და მე ფილმს ჩავუჯდები. რა ფილმს უდავ? მე კიდე სახლში წავალ, ჩემთან ფრიდონი ხორცს ატარებს და ყურადღებას მივაქცევ. უი, საქმე მქონია. თქვენ ვინგრებებთ? თქვენ ემზარი ხართ, ხო? ემზარი ვარ. მე რაბი ვარ. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა რაც. ერთი ბოთლით ხემლის არაყი მაქვს. მობრძანდი და 5 წუთში გავიცნობთ ერთმანეთს. მობრძანდი.